იუნესკოს გენერალური ასამბლეის 53 სესიის ფარგლებში სამარყანდში მუსიკალური დრამატული თეატრის სცენაზე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის ბასიანის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას იუნესკოს ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ასევე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრებიან. კონცერტის დაწყებამდე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაციაც. იუნესკოს დელეგატებს ქართული ღვინის ქვევში დაყენების უძველესი ტრადიციის გაცნობა საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხეში შეეძლებათ, რომელიც გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. გუშინვე მაკა ბოჭორიშვილმა სტუმრებს ქართულ საღამოზეც უმასპინძლა. გამოიხატა სურვილი საქართველოს გააგრძელოს ის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობა იუნესკოსთან, რომელიც მოიცავს ქართული კულტურული ძეგლების შენარჩუნებას, მოვლას იუნესკოს ჩართულობას საქართველოს კულტურის შენარჩუნების საქმეში. ამის შემდეგ ქართული კუთხის გახსნა მოხდა, რომელზეც გენერალური დირექტორი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ეწვივნა და დაათვალიერეს ქართული კუთხესაც გამოფენილი იყო ქართული საგანძური. ამავე დღეს ქართული კულტურის წარმოსაჩენად გაიმართა ქართული საღამო, სადაც მრავალი სტუმარი მოვიდა, მათ შორის რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, რომელმაც შეძლო დაეგემონებინათ ქართული პროდუქცია.